მოგესალმებით მეგობრებო, დავიწყოთ ბიუროს ხდომა. კენჭსაყრელი საკითხებიდან რა გვაქვს? უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ეს არის პაკეტი და ამ კანონს თან ახლავს კიდევ სხვა 25 კანონი, რომელშიც შესაბამისად ცვლილებები უნდა შევიდეს. 27-ე მუხლში გვაქვს საქართველოს კანონის პროექტი გარემოს დაცვის შეფასების კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს ჩანს ესეც პაკეტია და გარდა ძირითადი მესამე მოსმენაა, როგორც მოგეხსენებათ, გარდა ძირითადი კანონ პროექტისა, მას ახლავს კიდევ ცვლილებების შესატანი აუცილებელი კანონის პროექტები 38 მოხდის ჩათვლით შეგიძლიათ იხილოთ. კანონის პროექტის ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. შემდეგია საქართველოს კანონის პროექტი. ეს დაჩქარებული წესით განიხილება და ისიც თქვენ ამის თაობაზე. საქართველოს კანონის პროექტი ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც დაჩქარებული წესით განიხილება და არის ასევე პაკეტი, რომელიც ეხება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას და აქაც ეს პაკეტი მოიცავს ასევე სხვა კანონ პროექტებს მე-15 მუხლის ჩათვლით. განიხილება დაჩქარებული წესით. საქართველოს კანონის პროექტი გვაქვს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, ესეც არის პაკეტი და გადათვალეთ მე-16-დან 23-ს ჩათვლით. კანონის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დაჩქარებული წესით გვაქვს, ესეც მეორე მოსმენა, 25 არის საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც დაჩქარებული წესით არის მეორე მოსმენა. კანონის პროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საექიმო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები გვაქვს ასევე განსახილველი. საქართველოს კანონის პროექტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ესეც არის ორი კანონ პროექტი გვაქვს. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ. ესეც არის პაკეტი. ძირითადი და კიდევ 4 კანონ პროექტი, სადაც შესაბამის ცვლილებები უნდა შევიდეს. კანონის სადაც ცვლილებები უნდა შევიდეს. დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, ესეც საკმაოდ უცელი პაკეტია. ესე იგი მე-40-დან შეგიძლიათ იხილოთ იდრე 64 პუნქტის ჩათვლით. საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც პაკეტია. საორგანიზაციაში გვაქვს ინფორმაციისთვის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე და ასევე ცნობად უნდა მივიღოთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების მომართვა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე
მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიიდან პარლამენტის წევრის ილია ენჯიას გამოწვევისა და პარლამენტის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის წარდგენის თაობაზე. ეს არის ბიუროს დღის წესრიგში რაც იყო, ყველა საკითხი განვიხილეთ, თუ რა განცხადებები არ არის, დავამთავროთ ბიუროს ხდომა. დიდი მადლობა, გადავინაცვლოთ ხდომათა დარბაზში.